სამხატვრო აკადემიის რადიო მელომაზე ყოველ შაბათ 3 საათზე დიმიტრი თუმანიშვილი გაგვიზიარებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების შესახებ. მეცხოვში საინტერესო იყო, რომ სტალინის დროს მაგალითად სამეცნიერო ნაშრომში აუცილებლად დაციტატებული უნდა ყოფილიყო მარქსიზმის კლასიკოსები. და ძალიან სასაცილოა ხოლმე კარგი მეცნიერების ნაშრომი, სადაც თავ ბოლოში უცებ ჩნდება რაღაც არ ვიცი, ნამცხვარზე გადასხმული შოკოლადებით ეს რაღაც ციტატა, რომელიც მაინდა-მაინც შიგნით არაფერს უკავშირდება. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ სხვასაც ახერხებდნენ. ზოგჯერ ეს ციტატები იყო საჭირო და ადამიანები რაღაცა სულ სხვა მიზნის მისაღწევად, მე კარგ მიზანს გულისხმობ, ამოგრებდნენ ხოლმე ისეთნაირად ამ გამონათქვამებს, რომ იქნებოდა სრულებით წარმოუდგენელი შთაბეჭდილება. შეიძლება შეამოწმოს, ვისაც არ დაეზარება, ნახეთ ნიკო ჭავჭავაძის ესთეტიკა. იმას რომ წაიკითხავთ, დახურავთ წიგნს იმის რწმენით, რომ ამხანაგი ლენინი იყო პლატონის მიმდევარი. ისეთნაირად არის ამოკრეფილი ციტატები. რა იქნა იმ კაცს? ის თავისას სხვანაირად ვერ იტყოდა და ასე ამ ციტატების შეერეულს ვერც ერეოდნენ. ის ისე მარჯვეთ ახერხებდა, როგორც ამბობენ, დაპირისპირებას მათივე საკუთარი ნათქვამებისა, რომ ეს მომხდური და ბევრი ყავდა. ვერაფერს უხერხებდა. ბევრი ამის მაგალითია სხვაც, ახლა ეს უბრალოდ ძალიან თვალსაჩინოა, მაგრამ ძალიან ბევრი ესეთი დოკუმენტია, მაგალითად არსებობს ესეთი ნაშრომი ბატონი ვახტანგ ბერიძის ამხანაგ სტალინის შრომა სოციალიზმის ეკონომიკური საკითხები და ქართული ხელოვნების ისტორია. იმას რომ წაიკითხავთ, სრული რწმენა გაგიჩნდებათ, რომ ამხანაგი სტალინი მარტო იმაზე ფიქრობდა ქართული ხელოვნების ისტორიის შესწავლის საქმე როგორ წააგდოს წინ. ესეთი ტექნიკა იყო და აბსოლუტურად გამოუვალი მდგომარეობა იყო. სხვანაირად ვერაფერს გაიტანდი. მთელი ჩვენი ცხოვრება იმ წლებში ყველასი და ჩემი თაობისას ნაწილობრივ, თუმცა ჩვენ ის ძალიან ვერიდებოდით ყოველნაირ თანამდებობებს. დღესაც მაინდა-მაინც არ მოგხსოვს, მაგრამ ზოგჯერ სხვა გზა არ არის, ასაკმა გვიწია და მაშინ მაინც ახალგაზრდები ვიყავით და ვცდილობდით არ გავყარებოდით არაფერს, სადღაც უნდა გამოვჩენილიყავით, სადღაც უნდა წავსულიყავით, რაღაცა პრეზიდიუმში დამჯდარიყავით. მაგრამ ჩვენს კი ზოგჯერ გვიწევდა რაღაცის ესეთის გამოძებნა და ლოდინი იმისა თქვან ახლა რაღაცა ისეთი, რაც ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ. აი ამ რაღაცისთვის. რაღაცა გამოფენის მოსაწყობად დავუშვათ, ან რაღაც წიგნის გამოსაცემად. მელოდებით ასე. რაღაცას გამოსცემთ, კითხულობთ, ან ვიღაცა კითხულობს ერთი, ვინც კარგად ფლობდა ამ ტექნიკას და ციტატების და აი შეიძლება ეს გამოგვადგეს ახლა. ასე ცხოვრობდით, რა გვექნა? სხვა გზა რაღაცის გაკეთებისა არ არსებობდა. კიდევ ამბობ, ეს იყო კომპრომისების გზა. და კომპრომისს აქვს ერთი საშინელი თვისება, რომ რაღაც ჟამს თვითონ ადამიანი ვეღარ ხვდება რისთვის აკეთებს მას. ძალიან ფხიზლად უნდა იყო, ძალიან ფხიზლად, რომ რაღაც დროს დაწყებული სრულებით გულწრფელი დომით შემდეგ არ გადაიქცეს მხოლოდ კერძო, თავკერძული რაღაცა მიზნებისთვის მსახურება. ძალიან ძნელია. ძალიან ძნელია გაიარო იმ დანის პირზე ისე, რომ ფეხი სადღაც არ ჩაგივარდეს და ამ წითელი წუმპით არ მოითხვარო. ძალიან ძნელია. ახერხებდნენ ადამიანები, როგორ არა? იყვნენ ესეთები. მაგრამ იყვნენ ისეთები, ვისაც ყოველ შემთხვევაში გარეგნულად მაინც მიეცხო რაღაცა. ზოგზე ნამდვილად დანამდვილებით შემიძლია თქვა, რომ მარტო გარეგნულად ვიცი უბრალოდ. ზოგ შემთხვევაში არ ვიცი, ან კი ან არა. მაგრამ ბევრი იყო, ვინც თავი დაკარგა. და უკვე აი ამ პოსტსტალინურ ეპოქაში ამან მოიტანა ერთი ძალიან მძიმე მოვლენა. მე ამაზე გაკვით ვილაპარაკე შესავალ ჩვენ საუბარში, მაგრამ ეხლაც არ შეიძლება ეს არ თქვა, იმიტომ რომ ეს ეხება მთელს ეპოქას ფაქტიურად 80-იან წლებამდე და დიდწილად მერეც. უბრალოდ 70-იან წლების ბოლოდან ცოტა სხვა რაღაცეებიც დაიწყო. მოხდა შემდეგი რამ. საზოგადოებრივი სტრუქტურის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა ვერ ვიტყვი სხვებზე, არ ვიცი. მაგრამ საქართველოში ნამდვილად ასე იყო, მე ეს ჩემი თვალით ვნახე, ეს არ არის მონაყოლი, ეს არ არის წიგნში წაკითხული, ეს არის ის, რაც მე ვნახე, თავიდან ვერ მივხვდი და მერე მივხვდი, როცა უკან გავიხედე და შევადარე რაღაცას, ჩემთვის ეს ნათელი გახდა. და დავინახე შემდეგი რამ.
რომ ჩვენმა საზოგადოებამ როგორც ერთობამ გაცილებით მეტად იზარალა 50-იან 60-იან წლებში ვიდრე წარმოიდგენა 20-იან და 30-იანში. მე აქ არ გულისხმობ ადამიანების დანაკარგს, ისეთი დანაკარგი ღმერთმა დაგვიფარა და აღარ იყო. მაგრამ ისინი ვინც დარჩნენ, ისინი ვინც გადარჩნენ და დაბრუნდნენ. ისინი იყვნენ ადამიანები, რომელთაც მოჰქონდათ სულ, აი თავისი ცხოვრების ბოლო დღემდე სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა შემოქმედებითი მონაცემებით, მაგრამ ერთნაირი ეთიკით საზოგადოების მსახურების იდეალი. ის არ იყო ყოველთვის ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ის ძალიან მომძლავრდა 1890-იანი წლებიდან მოკიდებული 20-იან წლებამდე და აი მთავრობამ ვინც გაიზარდა 90-იან, 10-იან და 900-იან წლებში მან გამოატარა ბოლომდე ის განცდა, რომ ყველაფერი რაც კი კეთდება ქვეყნისთვის. ეს არ გახლავთ პათეტიკური ფრაზა, იმიტომ რომ ამას არავინ ამბობდა, ამას უბრალოდ აკეთებდნენ. ამას ლაპარაკი არ სჭირდებოდა. მე არ მახსოვს რომ ვინმე ჩემთვის ეთქვა, ჩემს პატარაობაში, შენ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო. ეს სულ არ იყო საჭირო. გარშემო ყველა ასე ცხოვრობდა. ყველა ცხოვრობდა იმის ფიქრით, მე ვამბობ იმ ადამიანებს, ვისაც მე ვიყურებდი და არა იქ ვიღაცა რაიკომის დივნებს, რომელიც იმაზე ფიქრობდნენ, რა მეტი მიეტაცათ სანამ თანამდებობებზე შეხედა. და რა მეტი მოეპოვებინა. მე ვამბობ ქართველი, განათლებული ქართველობის მეტ ნაწილზე. თუმცა ამ დროს ხდება შემდეგი რამეც. ხდება გამალებით, ეს დაიწყო რა თქმა უნდა, თავიდანვე 21 წლიდანვე, მაგრამ ბუნებრივია რომ რაც ხანი გადიოდა, პროცენტული თანაფარდობა იცვლებოდა. ხდებოდა განათლებული შრის გაზავება მედროვეებით. საბედნიეროდ ამ მედროვეებშიც გამოჩნდებოდა ხოლმე ნიჭიერი ადამიანები და ისინი კარგად შედიოდნენ ამ განათლებულ საზოგადოებაში. მაგრამ ძალიან ბევრი იყო ისეთი, ვინც გარეგნულად რაღაცა შეცვალა, მოიცვა პიჯაკი და გაიკეთა ჰალსტუხი, მაგრამ შიგნით დარჩა ისეთივე ტლუ და ისეთივე არაფრის გამკეთებელი, როგორც მანამდე იყო. ამას გარდა სრულებით შეგნებულად ხდებოდა მომრავლება არაფრის გამკეთებლებით. ეს იდიოტური პოლიტიკაა, რომელსაც ეძახიან იოლად მართვას. იოლად სამართავიაო უბირი და არაფრის გამკეთებელიო და რანაირად არის ბატონებო იოლად სამართავი, როცა ისინი მოგიმრავლდებიან საქმის გამკეთებელი, როცა აღარ გეყოლება, რაღა უნდა მართო. შეხომ თვითონ რჩები არაფრის გამკეთებლების პირისპირ და მე რა შვები. სამწუხაროდ ამას მუდამ იმეორებენ ადამიანები და ეს შეცდომა სულ მეორდება ისტორიაში. მე არ ვიცი ეს რა წყევლა ასეთი, მაგრამ ეს ასეა ნამდვილად. იყო ესეთი შემთხვევა, ვიღაცა ქალმა გამოიჩინა მეჩეიობით თავი, შეიძლება არ გამოიჩინა და უბრალოდ დააბრალეს რომ რაღაცა შრომის გმირიყო, არ ვიცი. ხო ეს დღეში ის დააჯილდოვეს იმის რომ მიაბარეს სამედიცინო ინსტიტუტში, არც მერტი არც ნაკლები. და მამაჩემი იყო ბიოლოგიის გამოცდაზე და რაც ვკითხეთო, მე მოვიდა თან ეცინებოდა, თან ცენტრის სიცილი იყო მართლაც. რაც არ კითხეს, ყველაფერზე ქონდა ერთი პასუხი, ბუზი. ვინ არის ბაქტერია ბუზი, რა არის უჯრედი ბუზი, არ იცოდა არაფერი. ხახნო ამ ხალხს დიპლომი მისცეს, ექიმის დიპლომი. და რამდენი იყო ასეთი სხვა? ნუ აქ ეს თვალსაჩინო იყო და მე იმედი მაქვს რომ ამატყოფამდე არ მიუშვეს. მაგრამ ვისაც ისტორიკოსის დიპლომი მისცეს და წერა-კითხვა არ იცოდა, ვისაც ფილოლოგის დიპლომი მისცეს და ამ ქვეყნად არ იყო იმათ და რომ წერდნენ რაღაცა სისულელეებს ერთი წიგნიდან მეორე წიგში თავის რომ გადაწერდნენ და მე თავის ფურცლებზე უკვე მე-15 წიგნიდან ასე განზაბებულ რაღაცა ცოდნას ამრავლებდნენ 10 წლეულების განმავლობაში. ეს უამრავი ადამიანი, თქვენ წარმოიდგენიათ რა დღეში აგდებდა ქართულ კულტურას? ამბობენ და წერენ კიდეც, რომ ქართულ კულტურას 60-70-იან წლებში აღმავლობა ჰქონდა. ეს არ არის სიმართლე. ქართულ კულტურას ამ დროს და უნდა გითხრათ რომ ნებისმიერ სხვა დროსაც ყავდა ბევრი ნიჭიერი მუშაკი, ნიჭიერი მწერლები, ნიჭიერი პოეტები, ნიჭიერი რეჟისორები, ნიჭიერი კინორეჟისორები, ნიჭიერი მსახიობები, ნიჭიერი მხატვრები, როგორ არ ყავდა? ყავდა, დღესაც ყავს და ხვალაც გვეყოლება. მაგრამ კულტურის აღმავლობა ნიჭიერი ადამიანებით, რაოდენობით კი არ იზომება, საშუალო დონით იზომება. და ეს საშუალო დონე ყველაფერში მიდიოდა თავდაღმართზე, კატასტროფულად. და პირველ ყოვლისა თვალსაწიერის, განათლებულობის, ურთიერთობის კულტურის თვალსაზრისით და მეცნიერებას და ხელოვნებას კიდევ გარდა იმისა რომ რაღაც უნდა შექმნა
კიდე ამ შექმნილის აღქმას გულისხმობს. ამ შექმნილის მეოხებით განმტკიცებულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს გულისხმობს, რომელიც ჩვენთან სრულებით მოიშალა სწორედ ამ დროს. 70-იანი წლებიდან აღარ იწერება სამეცნიერო რეცენზიები. თითქმის აღარ იწერება საერთოდ არავითარი რეცენზია არაფერზე. აღარ ხდება კამათი, ეს კამათი არ არის, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ. ეს არის ჩხუბი. ან დუმილია, ან ჩხუბია. და ასე კულტურა ვერ ცხოვრობს. კულტურა აზრთა გასვლა, გამოცვლას გულისხმობს, მართლას გასვლა, გამოცვლას. იმ კამას, რომელშიც მართლა იბადება ჭეშმარიტება, მე ვამბობ ამას თავმად, იმიტომ რომ მე ასეთ კამაში მონაწილეობა მიმიღია და 70-იანი წლების დასაწყისში მე კი ახლა დავჭირთ ვიღაცა 5 ადამიანი, ვინც კვლავასებს საუბრობთ, მაგრამ უკვე მე-6-ს ასე ვერ დაელაპარაკები, იმიტომ რომ ის ჩვენ არც გპასუხობს, არც გისმენს, უბრალოდ გეშხუბება. ეს ძალიან მძიმეა. ეს არის კულტურის დაცემა, მეტი კი არაფერი. როცა ადამიანები თავნათქვამები არიან და გაგონება არ უნდათ არაფრის. რა მოხდა ბატონებო, ნუ თუ ასე ძნელია აღიარო რომ რაღაც გეშლება, როგორ შეიძლება არ შეგეშალოს? ეს ხო აბსოლუტურად შეუძლებელია. საერთოდ წარმოუდგენელია. ადამიანმა ისე იცხოვროს და იფიქროს რომ არასოდეს ანალიზი დაასკვნა რაღაცა მცდარად არ გააკეთოს, შეუძლებელია სულ რომ არ ვიცი რა გააკეთო. არა ვარ ბატონო, ღმერთი ადამიანები ვართ. როგორ შეიძლება არ გინდოდეს აღმოაჩინო შენი საკუთარი შეცდომა? შენ ხომ მაშინ მისი გამოსწორების საშუალება გეძლება, ხო? რატომ არ გინდა? არ მესმის, სულ არ მესმის. იმიტომ არა რომ ჭკვიანი ვარ და კარგი ვარ, იმიტომ რომ ვიცნობდი ადამიანებს, რომელსაც არ სხონოდათ ეთქვათ, მე შემეშალა, მოდი ეხლა ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ასე კი არა ისეა. და თავის სხვა ნაშრომში დაეწერათ რომ მე ეს ასე არასწორად განსაზღვრე. ან დაეწერათ ის რაც სწორია. ნუ აიყო ასეთი ამბავი. ბატონმა ვახტანგ ბერიძემ თავის ნაშრომში სავანის ეკლესიის შესახებ უფრო მაღალი შეფასება მისცა სავანეს ვიდრე ხცისის ტაძარს. და შემდეგ საკმაოდ მკვახეთ მისმა კოლეგამ უნიჭერესმა აგრეთვე მეცნიერმა ქალბატონმა რენე შმერლინგმა მიუგო რომ ასე სულაც არ არის ის ხცისი გაცილებით უფრო შემოქმედებითიაო. თავის ყველა მომდევნო ნაშრომში ბატონი ვახტანგი რომელიც დააჯერა რენე შმერლინგის არგუმენტაციამ ხცის შემოქმედებითა სავანაზე წინ აყენებს. ახლა რა უნდა ექნა? დაეცო ყურები, დაეთხარა თვალები და სიმართლე არ ეღიარებინა? რატომ უნდა გაეკეთებინა ეს? გავიგოთ რომ როცა ჩვენ საკუთარი შეცდომისა გვეშინია, ჩვენ მხოლოდ იმას ვაღიარებთ რომ სუსტები კი არა, საერთოდ არარაობები ყოფილვართ, რომ ეს ერთი აზრი გაქვთ, ეს ერთი ქმედება გაქვთ მთელი სიცოცხლის მანძილზე, რომ ასე ებღაუჭებით იმის დაფარვას რაღაცა შეგშლიათ. ნუ თუ ასეთი დაცოტავებული ადამიანი საერთოდ არსებობს, მე ასეც არ ვიცნობ. ეს არის ტყუილი. თქვენ ადამიანები იმდაბლებენ, საკუთარ იმდაბლებენ თვალსაჩინო კი არა რომ თავის თავს აპარტამენტების უფლებას არ აძლევენ. არამედ იცოტავებენ ძალით თავის ბუნებას ანადგურებენ. რისთვის ბატონებო, რისთვის? ასე რომ სინამდვილეში ჩვენი კულტურის დაღმასვლა ხდებოდა. ისევე როგორც აბსოლუტურად განადგურდა ქართული საზოგადოება და მიზეზი ამას ჰქონდა შემდეგი. რევოლუციამდელი ბოლო თაობების შვილებმა, რომლებიც უკვე საბჭოთა დროს დაიბადნენ, უიშვიათესი გამონაკლისით, არის ეს გამონაკლისები ჩვენ დასაბედნიეროთ, მაგრამ ძალიან იშვიათია, უარი თქვეს იმაზე ეცხოვრათ პრინციპების მიხედვით. სიტყვიერად იყო ჩამოყალიბებული, ვერ ვიხსენებ ვის მიერ. რა საჭიროა ასე რთულად ცხოვრება? არ ჯობია იოლად. ეს იოლად რა არის? არ შეიწუხო თავი. რაღაცა სიამოვნებს გააკეთო იმის დაუფიქრებლად ეს რა მოუტანს შენს გვერდით მყოფს. რატომ უნდა იფიქრო ახლა იქ ვიღაცა 19 იქ ვიღაცა არის? არ ჯობია საკუთარი აკეთო? და უნიჭიერესმა ადამიანებმა, რომლებმაც ბევრი რამ შექმნეს თავთავიან დარგში, რომელიც დარჩება ჩვენს ისტორიაში, სოციალური თვალსაზრისით შეუწყეს ხელი ქართული საზოგადოების მიწის პირამდე გასწორებას. რა თქმა უნდა უნებურად, რა თქმა უნდა მათ ამაზე არ იფიქრეს, მაგრამ უბედურებაც ის არის რომ არ იფიქრეს. უბედურებაც ისაა რომ ისინი აღიქვამდნენ თავის თავს როგორც აბსოლუტურად განკერძოებულებს თავისი ოჯახის წევრებისგანაც კი და არა როგორც ადამიანური ერთობის წევრებს, სადაც მათ გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ.
საქმეს ის არის, რომ მათ სწორედ პასუხისმგებლობაზე თქვა ეს უარი. პასუხისმგებლობა არ ისურვეს და ასე არ შეიძლება. იმიტომ გვიჭირს ჩვენ ასე დამოუკიდებლობის ტვირთი, რომ ჩვენი საზოგადოების 99-მა და 99-მა მეასედმა პროცენტმა საერთოდ არ იცის რა არის პასუხისმგებლობა. ვინც ვიცით იმ ერთ მეასედ ვიცით. ვერ დავიკვეხნი რომ იმ პასუხისმგებლობის კარგად ტარება შეგვიძლია, იმიტომ რომ ჩვენ ამის გამოცდილება არ აქვს მაინდა-მაინც ჩვენ ცხოვრების ნახევარმა. არ შეგვძინა ის, მაგრამ ვიცით მაინცა და იმ მოამრავმა ხალხმა არც კი გაიხსენა რომ ასეთი სიტყვა არსებობს. ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა ერთხელ მითხრა, მე მძულ სიტყვა მოვალეობა, რატომ ჩემო ბატონო? მოვალეობა სხვა არაფერია, თუ არა ის რაც ჩვენ მოგვეცა. მოგვეცა, ესე იგი უნდა დავაბრუნოთ. რაც მოგვეცა, იმდენი უნდა გავიღოთ. აი ეს არის მოვალეობა, არც მეტი და არც ნაკლები. მიიღე დიდი განათლება, აი დიდი ცოდნა სხვას უნდა მიახმარო. მოგეცა დიდი ნიჭი, ეს შენი ნიჭი, სხვათა სასიკეთოდ უნდა გამოიყენო. გააქვს ამის უნარი. აი ეს არის მოვალეობა, მეტი არაფერი. მე არ მესმის ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება და თუ ვიტყვით, აი ბატონო, გაიხედე, გაიარეთ ქუჩაში და ნახავთ იმის ნაყოფს, რას მოიტანს ეს. მაგრამ სამწუხაროდ ეს მოხდა. მე ამას არ შემიძლია ეს არ თქვა მეუბნებიან საყვედურს, რომ ძალიან მკაცრი და დაუნდობელი ხარო. რატომ ბატონო? მე ის ადამიანები არც ნაკლებად მიყვარს იმის გამო რომ ამას ვხედავ. არც ნაკლებ პატივს ვცემ იმისთვის, რაც პატივისცემის ღირსია. არც ქებას ვაკლებ იქს, რაც საქებური გააკეთეს, მაგრამ რაც დაშავდა, იმის დამალვა როგორ შეიძლება? არ დავარქვეთ სახელს, არც არაფერი გვეშველება. არ ვიტყვით, რომ ჩვენი საზოგადოება არ არსებობს, ვერც აღვადგენთ. არ ვიტყვით, რომ ის თავიდან არის ასაშენებელი, ვერც ავაშენებთ. არის ბატონებო, არის, ის არის ასაშენებელი საძირკვლიდან. აი ახლა რაღაცა კენჭები ჩაიყარა 90 წლის აქეთ. პატარ-პატარა კენჭები არის ჩაგდებული, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. კენჭებს კიდევ კირი უნდა, რომელიც მათ დუღაბად აქცევს, რომ ჩვენ გქონდეს ქვეყანა და არა მოლანდება. რატომ უნდა ვიცხოვროთ როგორც ლანდებმა, როცა ღმერთი კვლავ გვაძლევს ამდენ ნიჭიერებას, რისთვის დაგვაყარა თავზე ამდენი, რისთვის მოგვცა სხვა თუ არაფერი ის ულამაზესი ქვეყანა, რისთვის რომ გავანადგუროთ და გავაჩანაგოთ? ამოდენად ჩვენმა წინაპრებმა იმისთვის შექმნეს, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ქარს გავატანოთ, სირცხვილი არ არის? და ხდება ეს ყველაფერი მარტო იმის გამო, რომ ჩვენ არ გვინდა ვთქვათ, რაც გვჭირს და გვჭირს ეს, ჩვენ საზოგადოება არ ვართ. არავით არის პოლიტიკოსები, არავით არის საზოგადო მოღვაწეები, ჩვენ არ გვყავს, იმიტომ რომ საზოგადოება არ გვაქვს. ეს არის მარტო სახელები. და ეხლა საჭირო არის ყველამ რამდენიც შეუძლია, როგორც შეუძლია, რამდენსაც გასწდება, აშენოს საზოგადოებრივი ურთიერთობები და ამისთვის საჭიროა პირველ ყოვლისა ცოტათი თავი დავანებოთ საკუთარ თავით აღთოვანებას და სარკეში ყურებას. და ვიფიქროთ სხვაზე, იმაზე, ვინ ჩვენს გვერდით არის, იმ საქმეზე, რომელიც დაგვიჩემებია ვემსახურებითო. ვისაც როგორც შეგვიძლია, ღმერთი იმაზე მეც, რაც მგზავრს არ მოგთხოვს. არც ისტორია, მაგრამ აი რამდენი შეგვიძლია, ეს უნდა გავაკეთოთ. და დიდი ბოდიში ზოგჯერ იმაზე მეტიც, რაც შეგვიძლია. და ზოგჯერ როცა ეს საჭიროა, ძალიან ცუდადაც რომ ხარ, უნდა წამოდგე და რაღაც გააკეთო. სამხატვრო აკადემიის რადიო მელომაზე ყოველ შაბათ 3 საათზე დიმიტრი თუმანიშვილი გაგვიზიარებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების შესახებ. ეხლა კოეხნად გამომივა, მაგრამ მე მაგალითად შინ ვატარებ ლექციებს. ორი მიზეზია, ერთი რომ სიცივე ჩემს ცუდად მოქმედებს და ცივა იქ ვერ მივდივარ და მეორე მთავარი მიზეზი ის არის, რომ ხშირად რაღაცა სისუსტე მომეძალება ხოლმე, მაგრამ შინ მე შემიძლია ლექცია ჩავატარო და წასვლა და იქ ჩატარებას ვერ გავაკეთებ. აი იმისთვის რომ არ გამიცდეს ნახევარი ლექციები, იმიტომ ვატარებ მათ შინ. იმიტომ რომ სხვა ღონე ვერ ვნახე. რა ვქნა? ეს შემიძლია, სხვა არ შემიძლია. ხოდა ესე, ყველამ გააკეთოს ის რაც შეუძლია და ოდნავ მეტი. ოდნავ. სადამ ძალა მიყვება და მეტი არ მოგვეთხოვება. აი ამ ნგრევაში ამავე დროს იმ მუხრუჭების თავის და უნებურად ოდნავ მოშვების გამო რა თქმა უნდა რაღაცეების შესაძლებლობა გაჩნდა. ეს არ იყო სრული თავისუფლება შემოქმედების ეს ტყუილია.
სულ იყო წინააღმდეგობა, სულ იყო ხელის შეშლა, მაგრამ მაინც რაღაც შეიძლებოდა, იმიტომ რომ ვეღარ გერეოდნენ, იმიტომ რომ შენთვის არ ეცალათ. ფაქტიურად უკვე 70-იან წლებში შენ თუ არ დაიძახებდი, არ ვიცი, გავიტანოთ მავზოლეუმიდან ლენინი ან ძირს საბჭოთა კავშირი, დანარჩენს უკვე აღარ უყურებდნენ. ნუ კი იგიჟეთ თავისთვის წერეთ თქვენი ისტორიული რომანები და ილაპარაკეთ იქ რაღაცა ლირიკა, რომელიც საბჭოური არ არის. ოღონდ ის არ თქვათ ის, ყველაზე საშინელი. პარალელურად ხოჭივის იყო ასეთი მოვლენაც, აქაც ბიდა ჩემ მიხეილ თუმანიშვილი უნდა დავემოწმო. მან და ერთ კატეგორიას ჩვენი მოღვაწეებისას დაარქვა ცეკას დისიდენტები. ეს არის ძალიან საინტერესო კატეგორია ნიჭიერი ადამიანების, მართლა ძალიან ნიჭიერი ადამიანების, რომელთა სითამამის მათ შორის თითქოს და ძალიან ახტივის საბჭოთა ხელისუფლებას არ ეშინოდა. იმიტომ რომ ისინი უზნეო ადამიანები იყვნენ და უზნეობა მათთვის ყოველთვის მისაღები იყო. იმიტომ რომ მათი თამამი ფრაზები არაფრით იყო შემტკიცებული, მათ არაფერი მოსდებდა. და მათ ზოგჯერ ეშინოდათ გარეგნულად გაცილებით უფრო უწყინარი რაღაცეებისა, იმიტომ რომ მის მიღმა იყო რაღაც ნამდვილი. ნუ დავუშვათ ნამდვილი სიყვარული ადამიანის, ქვეყნის რაღაცის. ამისი ეშინოდათ. და ვიღაცის კარიკატურის, საშინელი კარიკატურის არა, იმიტომ რომ ის იყო უბრალოდ ზედაპირზე. და ნიჭიერების ბრწყინვალების მეტი იმას არაფერი მოჰქონდა. მას ნამდვილი სულიერი შიგთავსი არ ჰქონდა. ესეც საინტერესო მოვლენაა, რომელსაც თავი დროზე განრჩევა და შეფასება დასჭირდება. ამ წუთში ამაზე ლაპარაკი ალბათ არ აღის, იმიტომ რომ სრულებით უსარგებლო ჩხუბის მეც ეს არაფერს შემიძლია ახლა სახელები თქვა, მაგრამ რა აზრი აქვს ამას? უბრალოდ ვიღაცას გული უნდა ვატკინო და შედეგი არ იქნება. არ უნდა მოვერიდოთ გულის კენას ალბათ. თუ კი ამას ექნება რამე სასიკეთო ნაყოფი, მაგრამ თუ არა, მაშინ ისთვის უნდა გავაკეთოთ ეს. მგონია რომ ეს სრულებით უაზრო. და გამოჩნდა ბევრი საინტერესო რა. მართლაც ის გაუგებარი სიყალბე, რომელიც განსაკუთრებით სტალინის ბოლო ათწლეულში ძალიან მიეძალა ხელოვნებას, შეფარდებით მოსცილდა. ახლა მთლიანად მოსცილდა ვერ ვიყვით, მაგრამ რაღაცა ოდენობით მოსცილდა. და ამას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი მაშინ ჯერ კიდევ არსებული საზოგადოების მხრიდან. ორი გამოფენა შეიძლება გაიხსენოს კაცმა, ერთზე ყოფილვარ, მეორეზე არა, რომელიც ჯერ კიდევ იყო ნამდვილი გამოფენა. ეს იყო ლადო გუდიაშვილის გამოფენა 57 წელს და მე მახსოვს 58, მაგრამ შეიძლება ის 57 იყო გამოფენა, სადაც პირველად გამოჩნდა თამამი მხატვრობა, არა სოციალისტური. ზურაბ ნიჟარაძის და ედმონ კალანდაძის სტილოები. ამ მეორეზე ვიყავი. ეს იყო ჩვეულებრივი დღე არა გახსნა და გალერეაში იყო იმდენი ხალხი, მე ამას ხშირად უყვები ხოლმე ჩემ სტუდენტებს, რომ სურათთან ვერ მიხვიდოდი. მე მართალია პატარა ვიყავი და ის სურათები, რომელიც თურმე უნდა აღბექვა, საერთოდ ვერ აღვიქვი და სხვა რამე შევხედე. ძალიან მომეწონა ის ზურაბ ნიჟარაძისა იყო, მაგრამ ნაკლებად გახმაურებული ნატურმორტი ორი ეკიდა და მე ამას შევხედე, სადაც რომელმაც მომხიბლა იმით, რომ იქ ეხატა სამარილე, რომელსაც გოჭის სახე ჰქონდა, ფაიფურის გოჭი. ნუ ისე მომეწონა ეს. უცნაური არსება, რომ ამას ვუყურებ და კიდე ერთ სრულებით სულელურ სურათს, რომლის სიუჟეტი ვერ გავიგე და ამიტომ იმასაც მივაშტერდი. მაგრამ გარეშემო ეს განცდა კი წამოუყვა. იყო ზეიმის განცდა. ეს იყო აღფრთოვანებული ადამიანებით სავსე გალერეა. თუ ვინმეს ხშირად უნახავს ასეთ სანახაობა, მითხრას ეს როდის არის და წავალ და მე შევხედა. გუდიაშვილის გამოფენა ეს ხომ საერთოდ კიდევ საერთოდ განსაკუთრებული ამბავი იყო, ეს ცნობილია როგორც მოხდა. ბატონი ლადო იყო 9 წლის აკრძალული და აი უწყობენ გამოფენას. ეხმარებოდნენ ახალგაზრდა მხატვრები, ხოჭი ისინიც ვინც მე მასზე ძალიან უსამართლო რამესაც ამბობდა, არ ვიცი რატომ. მაგრამ იქ მონაწილეობენ, კიდებენ სურათებს და ერთი დღეა დარჩენილი, მეორე დღეს გახსნა და შემოიარა უჩა ჯაფარიძემ. და უცებ ჩაილაპარაკა. თქვენ ამ დიდ ამბავში რომ ხართ. ეს გამოფენა არ გაიხსნებაო და წავიდა. ამასინათ ვიღაცისგან მომეყურა რომ ეს ბატონ უჩას ცუდ საქციელად ჩაუთვალეს. ნუ თუ შეიძლება ასეთი გულუბრყვილობა. მას რომ ეს არ ეთქვა, ეს გამოფენა მართლა არ გაიხსნებოდა. და რომ თქვა, ადამიანები ამისთვის მოემზადნენ. ამიტომ მოვიდა ბევრი ხალხი და როცა დაინახეს რომ კარს არ აღებენ, მათ ის კარი თვითონ გააღეს.
ვერ გეტყვით პირადად ვინ, იმიტომ რომ სხვა ადამიანები ამბობენ რომ მეო, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ცხადია რომ სამივე იქ იყო. აი ეს ხანთარ შეანგრიეს, მაგრამ შეაღეს ის კარი შევიდნენ და გადაცემფენე ვეღარ დაიხურა. სინამდვილეში ეს ბატონო უჩას დამსახურებაა და არა მისი რაიმე ცუდი საქციელი. გამოიცა მისი კატალოგი. ძალიან იშვიათია სამწუხაროდ დღესაც კატალოგების გამოცემა და ხლა ბატონ ლადოს წიგნი მაშინ არ არსებობდა და ეს კატალოგი ესე ხელიდან ხელში გადადიოდა ყველა სახში იყო ჩვენთანაც მოიტანეს და იყო სუბჭობა, ეს ჯობია, ისევია, გრაფიკა უკეთესი თუ ფერწერა უკეთესი, რომელი პერიოდის ამის თუ იმის ეს სურათი თუ ის სურათი. კარგა ხანს ყველა ცხოვრობდა, მართლა ყველა. ეს არ გახლავთ ამ შემთხვევაში ჰიპერბოლა, მართლა ყველა ცხოვრობდა გუდიაშვილის გამოფენით. ასეთივე იყო ის მეორე გამოფენას, რომელზეც აგრეთვე ყველა ლაპარაკობდა გარშემო. მენდა გითხრათ რომ მე ეს განელდა, მე ამას უკავშირებ დღეს ისევ აი ამ საზოგადოების რღვევას, როცა იქ უბრალოდ იცით როგორც ბორბალმა რომ იტრიალოს, ღვედი ორს უნდა მოედოს. ერთმანეთს უნდა გადასცენ ბორბლებმა მოძრაობა. და აქ ეს ღვედი აღარ იყო და ნუ თავთავისთვის კი ბრუნავდნენ ბორბლები, მაგრამ ესეთი დიდი რაღაცა მოვლენა არ ხდებოდა. შეიძლება არანაკლებ საინტერესო რამ გამოჩენილიყო, მაგრამ ვერ მიდიოდა ეს უკვე საზოგადოებამდე, ისე როგორც ეს წინა აწლეულში იყო. უკანასკნელ ბასტიონად სხვათა შორის დაეცა მუსიკალური საზოგადოება, მსმენელი 70-იან წლებში. მე მგონი იმიტომ რომ ძალიან გამეჩხერდა კონცერტები, მათ შორის ძალიან დიდი შუალედები იყო და ადამიანები უბრალოდ გადაეჩვივნენ კონცერტზე სიარულს და ფირფიტები ხო ქონდათ. ამიტომ ნუ რაღაცა სრულები წარმოუდგენელი უნდა ყოფილიყო რომ ადამიანს ფირფიტა გადაედო და ცოცხალი მუსიკოსის მოსასმენად წასულიყო. მით უმეტეს რომ ჩანაწერის ხარისხი მან წინ და წინ იცოდა და შესრულება კარგი იყო თუ ცუდი ხომ არ იცი მუდა, მაგრამ ასე დაირღვა ჩვენი მუსიკალური საზოგადოება და დღევანდლამდე ვერ აღმდგარა. ძალიან სერიოზული მუშაობა და ძალიან სერიოზული ფიქრი მოუწევთ ჩვენი მუსიკალური საზოგადოების მესვეურთ და სამწუხაროდ მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ რომ ამ მიმართულებით რაიმე მართლაც გადამჭრელი ნაბიჯები გადაიგეს. ეს არ არის შეუძლებელი, უბრალოდ ძალიან ძნელია. მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს, რომ ეს კვლავ აღდგეს. ისევე როგორც უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა ფორმით შევაკავშიროთ ადამიანები, რომლებიც შექმნიან სახვითი ხელოვნების მოყვარულთა შრეს, რომელიც ოდესღაც დიდი ხნის წინ არსებულა ჩვენთან, თეატრის მოყვარულთა და ასე შემდეგ მიკრო საზოგადოებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთობებია, რომელთა გარეშე კულტურა ვერ იარსებებს და ვინაიდან ეს ძალიან შორი ისტორია არ არის, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ფესვები იოლი მოსათხრელია ჯერჯერობით. იმ ფესვიდან ახალი ღეროს გახარება ჯერ კიდევ შესაძლებელია და სანამ ეს შეიძლება, მოდით ვეცადოთ ამის გაკეთებას. მერე და მერე შეიძლება ძალიან ძნელი იყოს და ძალიან დიდ ჯაფად დაუჯდეს ჩვენ მომავალ თაობებს და რას ვერჩით ამ მომავალთ? რაღაცა მაინც დავახვედროთ გაკეთებული არ შეიძლება? პირველი აწლეული, აქ ვამბობ, იყო სიხარულის წლები, კამათის წლები. სულ ყველაფერზე კამათობდნენ, ყველა სურათზე, ყველა სპექტაკლზე, ყველა მუსიკალური ნაწარმოები და ეს იყო კარგი. სამწუხაროდ აქაც გამოერეოდა ხოლმე საბჭოური ოფიციოზის მიერ ჩათესლილი შხამი და ის გაამრუდებდა ხოლმე ამ კამას და სრულებით არანორმალურ სახეს მისცემდა. მაგრამ სახი კამათიც იყო. და იყო კიდევ ერთი რამ და ამით დღეს მინდა დავამთავრო, როგორ მონაწილეობდა ამაში მხატვრული კრიტიკა. მხატვრული კრიტიკა ჩვენ არ გვაქვს. არც მაშინ მქონდა. რადგან მაშინ ის შეუძლებელი იყო და დღეს კიდევ ასეთი პაუზის შემდეგ ძნელია მისი გაცოცხლება. უნდა მოხდეს აუცილებლად, მაგრამ ეთყობა კიდევ რაღაცა დრო უნდა გავიდეს, რომ საზოგადოებამ ამ საქმიანობის აუცილებლობამ იგრძნოს, რომ ჩვენმა ჟურნალ-გაზეთებმა, რადიო, ტელევიზიებმა გაიგონ, რომ არ შეიძლება არ ვიცი, თუნდაც ისე ჟურნალისტმა ილაპარაკოს გამოფენაზე. ის ლაპარაკობს იმას, რაც სათქმელი არ არის. ვერც ვერაფერს აგებინებს და თანაც ძალიან ხშირად სრულებით არასტორი დასკვნების გამოაქვს და არასტორ რაღაც მითითებებს აკეთებს, არასტორ შეფასებებს. იმას რაც მნიშვნელოვანია ვერ ამჩნევს, რაც სრულებით უმნიშვნელოა ბუქავს და ასე შემდეგ. რატომ ბატონო? არიან ადამიანები, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია. ოღონდ მათ ხელშეწყობა უნდათ. კითხოთ შესაბამისმა დაწესებულებებმა და ეგებდა ვირჩიოთ ვინმე, ვინც ამას კარგად გაუკეთებს. ყოველ შემთხვევაში კვალიფიციურად მაინც. ან ჟურნალისტს დააკავშირონ სპეციალისტი და ერთად იმუშავონ.
სპეციალისტი საქმეა სეტყვის, ის კიდევ ლიტერატურულ ფორმას მისცემს, სანამ გამოჩნდა ლიტერატურული ნიჭის მქონე, ვთქვათ, ხელოვნებაცოდნე თუ მუსიკისმცოდნე. რატომ არა? ნუ როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უბედურება. და მაინც მაშინ ხელოვნებაცოდნეები მონაწილეობდნენ სამხატვრო ცხოვრებაში და როგორ? მე წინაჯერზე გითხარით, რომ 30-იან 40-იან წლებში ისინი ცდილობდნენ ამოერჩიათ საუკეთესო და იმაზე ელაპარაკათ. ეხლა მათი მოვალეობა ხდება 50-იან წლების ბოლოდან სულ 80-იან წლების ბოლომდე. ეს ჩემ თაობასაც კი შეხვდა, ჩემ კოლეგებს, მაგალითად ბატონ სამსონ ლეჟავას, ქალბატონ დალი ბალინძეს. ისინი არიან დამცველები. აი გამოჩნდება ვიღაცა და ჩვენ ვხვდებით, რომ შეიძლება მას დაუწყონ ბრძოლა. მოინდომონ მისი ჩაქოლვა და იწერება წერილი ან მოხსენება, რომელიც მას დაიცავს. აქაც გროვდება რაღაც ციტატები, რაღაცა ბურბუშელები, ნაირ-ნაირი ამონარიდებისა, რომ დავამტკიცოთ, რომ ეს ხელოვნება კარგიც არის. ეს თავისთავად, მაგრამ კიდე სახიფათოც არ არის და არ არის საჭირო მისი განადგურება. ამაზე მუშაობდა ორი თაობა ქართველი ხელოვნებაცოდნისა. მე ამას ვამბობ არქივების გარჩევის შემდეგ, მე ვნახე ეს შავი მასალა, როგორ ემზადებიან იგივე ბატონი ვახტანგვერი და ბატონი ლეორჩეულიშვილი, ქალბატონი ეკატერინე პრევალოვა, რაც მე ვიცი უკვე ისე, ქალბატონი მერი კალბელაშვილი, ქალბატონი ანელი ვოლსკაია, ქალბატონი გაიანელი ბეგაშვილი, რომელმაც გაბედა და 52 წელს დავით კაკაბაძეზე ნაშრომი დაწერა. ნუ ეს საერთოდ ნიშნავდა, რომ დადგე კედელთან და თქვა მესროლეთ. გადარჩა, იმიტომ რომ გიორგი ჩუბინაშვილი იყო, თორემ მე არ ვიცი რა მოხდებოდა. კიდევაც აპირებდნენ მისთვის რაღაცა საყვედურის გამოტანას და მე ეს საყვედური თურმე გიორგი ჩუბინაშვილმა თავზე გადაახია იმის დამწერს. მაგრამ ნუ ახლა ყველა ხო ვერ გაბედავდა ამას და ყოველთვის ხო არ გაუვიდოდა. იმან ინამუსა იმ დამწერმა და არ წავიდა საჩივლელად და ვიღაცა ხომ წავიდოდა. ამიტომაც კიდევ ვერ მოხდა კრიტიკა, იმიტომ რომ არ გვეცალა ამისთვის. ფუნქცია სხვა იყო გადარჩენის. იმის არ დაშვების, რომ ვინმე ნიჭიერი ადამიანი გათელონ და გაანადგურონ. ამისთვის იწერებოდა წერილები თანამედროვე ხელოვნებაზე. ეს დღეს მე მგონი უკვე ხშირად არ ესმით და საყვედურებს ამბობენ, რატომ ის არ ითქვა, რატომ ეს არ ითქვა. იმიტომ რომ არ შეიძლებოდა ამის და იმის თქმა. ამოცანა იყო სხვა. ამ შემთხვევაში ეს და კი ვამბობ, ხო, ორნახევარმა თაობამ თავისი ცხოვრება მოანდომა ვიღაცის გადარჩენას და ფარად დგომას. ეს არ იყო იოლი და მე ვთვლი, რომ შეიძლება არ დავეთანხმოთ რაღაც შეფასებაში, შეიძლება რაღაცაზე სხვა აზრი გქონდეს, ეს ყველას ნება. მაგრამ არ დავაფასოთ ის, რაც ამ ადამიანებმა თავისი ნერვების და თავისი ცხოვრების, თავისი სიცოცხლო ენერგიის ხარჯზე გააკეთეს, ფიქრობ ძალიან დიდი უსამართლობა იქნებოდა. და კიდევ უნდა გვესმოდეს, რომ შემოქმედთა მხრივაც, რომლებსაც აკიმაბობ ხშირ შემთხვევაში, როგორც სოციალურ მოთამაშეებს ძალიანაც არ ვეთანხმები, მათი შემოქმედება ხშირად გმირობის ტოლფასი იყო. ბევრი რამ, რაც დღეს ძალიან მარტივია, მაშინ იყო გმირობა. აი რაღაცა ტიპის ნატურმორტის გამოტანა, გაგებედა და მე ვიღაცისთვის იმის გამოფენაზე გატანის ნებართვა მიეცა, ერთისა და მეორეს შეიძლება ყოფილიყო თავის გადადება. ეს მართლა ასე იყო. სამწუხაროდ ეს არ არის ლეგენდა, ეს არის რეალობა. ყველაფერი ეს აუცილებლად არის გასათვალისწინებელი უკვე იმ მხატვრული შედეგების შეფასებისას, რომელზედაც შემდეგ ჯერზე მოგახსენებ. სამხატვრო აკადემიის რადიო მელომაზე ყოველ შაბათს 3 საათზე დიმიტრი თუმანიშვილი გაგვიზიარებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების შესახებ.